იმის მაგაცმა წამოყვანა სახინგლისი და მასწავლა როგორ იჭმება ხინგალი. ო, მეცერის პატარაობიდან მასწავლიან ქართველებს ხინგალი როგორ იჭმება. ელელი. უაა! ყველობაში. ასე ვარ, ჩესნელი. როგორ ახალ გიორგი? დაჯექი. გიორგი, ამერიკაში რა ხდებოდა, მომიყევი? ისინი მომიოდნენ და რა ხდებოდა ბავშვი ამ სიტყვით? აუ ბიჭო, ამერიკელები მაგრა დაგვიდნენ. ანუ ინფორმაცია იყო, რომ სულ ჩვენ მხარეს, რა. რუსები აწევოდნენ, ნუ ясნია პირიქით, რომ ქართველებმა გადაუარეს ოს ბავშვებს, იქ ვიღაცა ოსი ამერიკელი ბავშვი დაიჭირეს ოს მამიდასთან. საძაღლიშვილს როგორ აჩვენებენ რუსები, რომ წვევა გარბის და აი ეს რომ ახტებენ სუმალს ადრეაშენ და გავსუქს რო ჩანს და გაქჩანდა და BBC რომ აღობს არ თითმას თქვა, რომ აი BBC-ო. მაგიტო რომ ეხა თუნდაც რომ BBC-ზეო და საქართველოს ომში ჩაიდგა BBC-ზე რომ გამოსულიყო. მე გიტყვი არ მინახია და. არა, ნუ ეს სასწაული იყო, რომ ესო ოლიმპიადა გადავფარეთ, ნუ ეხა თუ ოლიმპიადა გადაფარეს შენი ძმების და შენი დების სისხლის ხარჯზე, შემზადებული სარჩულია რუსა გიწერენო ზემო აფხაზეთითო, სულ ერქვა კოდორის ხეობა. მაშინ აი გავიხსენოთ რა ეს რაზე მოხდა საერთოდ. ახალი თემა იყო სანდრო გირგულიანის თემა და ძალიან სერიოზული საპროტესტო ტალღა იყო, ყველას კარგად გახსოვს და აი ვერაფრით ვერ გადაფარეს. და ერთადერთი რაც შეიძლება და უნდა ყოფილიყო სერიოზული პროვოკაცია. და ეგ იყო რომ აი ეს აფხაზეთში გახსოვს ხო რუსთავი ორის კადრები ვითომ ისვრის და ეს რუსთავი ორი ჩაწოლილი როა და ეს ნუ დადგმული თავიდან ბოლომდე სცენატო. რა ხდება საქართველოს ახალგაზრდობის წვინებში? აი ეს გამაგებინეთ, რა. კაჩიშვილი ხმას ადიჯობს ეს ახალგაზრდები. აი ხო გამაგებინეთ. რა თქო, ეროვნული მოძრაობა ხო გახსოვს? ან შენ არ გახსოვს შენ გახსოვს? პურისა და უნივერსიტეტი და რა ვიცი ხო გახსოვს რა ხდებოდა? პირველ საათზე ავლენ სანდრო გირგულიანის საფლავზე და პატივს მიაგებენ სანდრო გირგულიანის ხსოვნას, მე 2 საათზე დაბრუნდებიან ისე სკოლონა და ესე ხალხი შეიკრიბება პარლამენტის წინ და აი გაიმართება საპროტესტო აქცია. ყველანაირად წარმატებული ადამიანი იყო ეს ბიჭი, ყველანაირად. და მოკლეს ჯოჯოებმა, აი მანქურთებმა მოკლეს. რა იმიტომ რომ შურდათ ეგეთი ადამიანები და დღემდე შურთ. და ყველანაირად ცდილობენ რომ ეს საუკეთესო ადამიანები დახუსონ. აი ხა ბოდიში გიდგე რა აი თუ ქართველები ვართ ჩვენ არ გაპატიებთ სანდრო გირგულიანს და არც ამ ბიჭებს. აი გიჩვენეთ რა ჩვენ საერთოდ მაისი ხო გახსოვს არჩევნების წინა პერიოდში ეს გიორგი გამცემლიძე რომ მოკლა პატრონა. ბიჭო ისა გამოიტანეს 2 წელი მიუსაჯეს 2 წელი მაგდონალდსა განზრახ ყოლობით არის ნასროლი პირდაპირ დამიზნებით კეფაში არის გართხმული. ეხლა როგორ შეიძლება გაგივარდეს და პირდაპირ აი დამიზნებით არის ჩამჯდარი პოლიციელი და ნასროლი აქვს. მიშა გარეშე ბარნოზე რა. იმიტომ რომ მოხდება თავში ამ ბოთლზე არზე ნებილობს ამბალი კუთხში გონია თავი. თავისი ხერით ჩაძირა სახში წამყვანი ნავი. აი ეგ მოუვიდა მაგას და გადაყლაპა მიგი. თავისი სახში წამყვანი ნავი ჩაძირა თვითონ ახეზე ვიჯდა ტოტზე. იმ ტოტი მოიჭრა. ქართველების უნდა იყოს ეს ქვეყანა. და დღეს ქართველები რა მოსამსახურეები რა. და ხვალ კიდე უარესი ვიქნები და ზე კიდე უარესი. არა, მეფე რას ნიშნავს? მეფე ემსახურება ხალხს. ანუ ადამიანს გინდა პრეზიდენტს რო ირჩევს, ხალხი იმიტომ ირჩევს, რომ ის კაცი ჩადგეს ხალხის სამსახურში. პირიქით კი არ უნდა მოხდეს, ხალხი კი არ უნდა ხალხი კი არ უნდა ემსახურებოდეს პრეზიდენტს. პრეზიდენტი უნდა ემსახურებოდეს ხალხს. ხალხი ეს ხირაოს ამ პრეზიდენტს ფულს უხდის. გავიდეს და იმან როგორ არის ეხა ლოგიკა რა თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების. ანუ იმათი ლოგიკა არის ესეთი.
პრეზიდენტი, პოლიცია, თქვა ჯარი, რაღაცა სპეციალური ორგანოები ისინი არიან ხალხის სახურები, იმიტომ მე ადამიანი ვშრომობ, წელებზე ფეხს ვიდგავ, დილით დგები, მივდივარ სამსახურში ვიღებ ხელფას, ვიხდი გადასახადს და ამ გადასახადით ხელფას გაძლევთ თქვენ კეთილი უნდა იმებოთ და მე უნდა მიმსახუროთ. პოლიციელმა კი არ უნდა მირთყას დუბინკა თავში, უნდა მიღიმოდეს, უნდა აწესდეს სამყაროებს, მიცავდეს. კრიმინალისგან, ტერორისტისგან უნდა მიცავდეს. ის კი არა სახში მივარდებოდეს, ქონებას მართლობდეს, კარგ მანქანას მართლობდეს. რამდენჯერ ყოფილი? აქ პირიქით, როდისმე მილიციას გაუჩერები ხარ? აქ არ გაყავდაო არჩევნები. ქვემო ფონჭალაში იქ ვიღებდი მონაწილეობას. 30 ხმის გამო ხაბულიანის მომხრეები ავტომატებით აპირებდნენ ჩახოცვას. წარმოიდგინეთ, რა ხდებოდა თელავში, რაიონებში, ცემდნენ ხალხს, გადაღებული გვაქვს ფულს როგორ ურიგებს. ჯერ ეს გავსებული შპრიცებით ეს ალბათ ნარკოტიკებსაც აიძახდნენ, ნარკოტიკებს ურიგებდნენ. არ არის ეგ გიო, იქ ქვემოთ ასოები როა. ხო. კეტებიდან იმას ავაძრე. არა ეს დღეები, ბევრომიზე დავფიქრდი რა, მაგრამ თანხმობით არავის არ ვეკონტაქტები რა ტელეფონით, აი საერთოდ არავის არ უმობილურობა ძალიან მაგარი რამე ყოფილა რა. აი ძალიან გრუზინ, რუკ. რა ხდება? 70 დღე. ვა, გავიდა. ია, 70 დღე დარჩა 9 აპრილამდე. ელა ირწევა ჰამაკი როგორც რომ დედის ამაგი ცოტა ხნით დავიძინებდი რომ მქონდეს თქვენი იმედი დროის, სივრცისა, იმედი დედის ფიცისა, იმედი მზის და იმედი ცის. ყველა იმედი ციხეში ზის. გარშემო შიში სულ აი ვიში. გადამდებია ბოქლომი პირში, გადამდებია თავისუფლებას, რომ დავიძინოთ, არ გვაქვს უფლება. არ ფურცელი კალამი, ფიცი და თვალი, გადამიხადეს ფიქრების ვალი. თეთრი მთვარე და ღამურა საში, ვიცანი ჩუმად მე 100-ში 100. წერტილი მძიმე 100 და ლექსი, წინადადება რა არის სექსი, პატარა სახლი და ჩუმი ეზო. ეთება მინდა, რაღაცა ახლის, აი არის და. არ გაძლევენ. სიყვარული, აფხაზეთო რა ვიტირო, ოჩამჩი რესოხუმი თუ გაგრა, ვერ გამოყოფეს ბიჭვინთას მენატრება მაგრა. ვერც მიხომენა თუ ვიტირო ალახაზე ლიძავან, რისა ეს 64 საქართველოს თვითონ ღმერთმა მიცა. მადლობა და პატიება შევაწიოთ გამჩენს, სიყვარული მარტო თუ კი გადაგვარჩენს. ერთადერთი ეს ძალა რომ აგვიყვანს ცაში და 64 სივრცეებზე გაგვაქროლებს რაში. შეგიძლიათ იკითხოთ. მე ვარ რადიო უცნობის დამფუძნებელი. რადიო უცნობაში მუშაობს დაახლოებით 30 ან 40 კაცი. აი ამ 40 კაცს კითხეთ, როგორი ოჯახია რადიო უცნობა. და როგორი სამსახური. ძალიან რთული. და მე ვილაპარაკო. ქვეყანაც უნდა იყოს ერთი დიდი ოჯახი არ არის. რომელიც შედგება ბევრი პატარ-პატარა ლამაზი ოჯახებით. ჩვენ საზოგადოებამ მოვიშოროთ ეს ხელისუფლება. და მე ვაკონტროლოთ ნებისმიერი ხელისუფლება. იმიტომ რომ ამ ხელისუფლებას ვინც მოიშორებს, ის აკონტროლებს აი მომავალ ხელისუფლებას. რუსები მოიშორებენ, მაშინ რუსები აკონტროლებენ. მოიშორებენ ამერიკელები აკონტროლებენ. მოვიშორებთ ჩვენ ვაკონტროლებთ. მოდი ჩვენ მოვიშორებთ რა. მართალი ხარ აბსოლუტურად ვინც მოიშორებს ეს გააკონტროლებს რა თქმა უნდა. ვაცალოთ ობამა არჩეული არ იყო ისეთ რაღაც